მოკვლევა უნდა გაგრძელდეს ეს დავით ნარმანიას პირველი კომენტარია მას შემდეგ რაც სემეკმა დასკვნა დადო და ელექტროენერგიის გათიშვის საქმეში ისრები ვანო ზარდიაშვილისკენ მიმართა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ფორმულა ესაუბრა. დავით ნარმანია თავს არიდებს კითხვას იმის შესახებ, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს სახელმწიფო ელექტროსისტემის მოქმედება სრული გათიშვის დროს. რეჟიმის კრიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ახლა ქართული ოცნება სწორედ ამის სათქმელად ემზადება და ზარდიაშვილისთვის აპირებს პასუხისმგებლობის დაკისრებას. შეგახსენებთ, რომ საქმე საბოტაჟის მუხლით უკვე აღძრულია სუსში. სალომე ლაბაძე ესაუბრა სემეკის ხელმძღვანელს, დეტალებს მისგან გავიგებთ. დავით ნარმანიას დღეს ფორმულასთან ვრცლად არ უსაუბრია, თუმცა იმ მოკლე კომენტარითაც, რომელიც მისგან მივიღეთ, შეიძლება ითქვას, რომ ნარმანია არ გამორიცხავს საქმე დანაშაულთან მქონდეს. რადგან პირდაპირ დასმულ შეკითხვაზე ხედავს თუ არა ის დანაშაულის ნიშნებს სახელმწიფო ელექტროსისტემის საქმიანობაში იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სწორედ სემეკში მომზადდა და რომელიც გუშინ მოისმინა თავად ნარმანიამაც, სემეკის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ მოკვლევა უნდა გაგრძელდეს და რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო შეფასება. თუმცა რასაც უნდა ამბობდეს ან არ ამბობდეს დავით ნარმანია, რეჟიმის კრიტიკოსებისთვის ცხადია, რომ სემეკი კრიტიკულ დასკვნას არ გამოაქვეყნებდა სახელმწიფო ელექტროსისტემის საქმიანობის შესახებ, თუ არ იარსებებდა შესაბამისი მითითება ქართული ოცნებისგან. და მაშინ რა არის ქართული ოცნების ჩანაფიქრი? ჩვენ ვესაუბრეთ ეკა ბესელიას, რომელიც ამ ნაწილში ყურადღებას ამახვილებს სუსში დაწყებულ პროცესზე. იცით, რომ ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ მეორე დღესვე სუსმა გამოძიება დაიწყო საბოტაჟის მუხლით და როგორც ახლა ბესელია ვარაუდობს, სემეკის მიერ მომზადებულ ამ დოკუმენტსაც, რომელიც შეიცავს პრეტენზიებს ვანო ზარდიაშვილის მისამართით გამოიყენებს სწორედ სუსი, რისი საბოლოო შედეგიც გამოდის, რომ იქნება დამნაშავედ ვანო ზარდიაშვილის გამოცხადება ქვეყნის ჩაბნელების გამო. ამ ნაწილში ეკა ბესელია ყურადღებას ასევე ამახვილებს ვანო ზარდიაშვილის კავშირზე მამუკა მდინარაძესთან და მიიჩნევს, რომ მდინარაძის გუშინ კიდევ ერთხელ ჩამოქვეითება ქართული ოცნების მიერ და დღეს უკვე ისრების მიმართვა ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგაც შესაძლოა არ იყოს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესები. მაინტერესებს თქვენი შეფასება გუშინ მოსმენილზე. გამოდის, რომ დანაშაულთან გვაქვს საქმე? ჯერჯერობით გამოკვლევა არ დასრულებულა, რომ დასრულდება, ამის შემდეგ შედეგები იქნება საჯარო, მანამდე კომენტარს არ ვაკეთებ. მაგრამ რაც უკვე მოისმინეთ, ის ავლენს დანაშაულის ნიშნებს? სამართალდამცავი სტრუქტურების რეაგირება არის საჭირო, ბატონო დავით? ამას უნდა მოყოს გაგრძელება. უფრო მკაფიოდ უნდა ითქვას, რა ხდება ამ სისტემაში, რა პასუხისგებლობაზე უნდა იყოს საუბარი, უნდა დაინტერესდეს ამით ის გამოძიება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო. საერთოდ ზარდიაშვილის იქ ყოფნა არის საერთოდ ანომალია. ზარდიაშვილი ცნობილია, რომ არის უახლოესი ადამიანი მდინარაძის, მარჯვენა ხელი, როგორც გინდათ ისე შეიძლება ვთქვათ, წარმოვიდგინოთ, უახლოესი ადამიანი, ასე იყო ეს პარლამენტიდან და მათ აქვთ ახლონაცწორი კავშირიც და ისედაც საქმიანობითაც, ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ ცალ-ცალკე შეიძლება განხილვა მათი. დინარაძის ირგვლივ უკვე შავი ღრუბლები დიდი ხანია გამოჩნდა და მისი მოშორება ხდება მნიშვნელოვანი პოზიციებიდან და არ არის შემთხვევითი, რომ ეხლა გაახსენდათ ელექტროსისტემის და ზარდიაშვილის პასუხისგებლობა. რაღაცეები ალბათ ამწიფებს პასუხისგებლობის თვალსაზრისით, რისი დანახვაც არ უნდათ გუშინ დაინახონ დღეს. სემეკის მიერ მომზადებული ეს დოკუმენტი, რომელიც პირველადი შეფასებაა და რომელთან დაკავშირებითაც ვარაუდია, რომ ის შესაძლოა გამოიყენოს სუსმა საბოტაჟის მუხლით მიმდინარე საქმის ფარგლებში. ამ დროისთვის გასაჯაროვებული არ არის, ეს დოკუმენტი არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, თუმცა ინფორმაციით, რომელიც ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ვრცელდება, ვიგებთ, რომ გათიშვის მიზეზებს შორის მითითება არის მათ შორის ენერგოპრო ჯორჯიას კუთვნილ 100 კილოვოლტიან ხაზზე, საუბარია გეგუთის ხაზზე, ამიტომ სწორედ დღეს ენერგოპრო ჯორჯიას წარმომადგენელიც გამოეხმაურა ელექტროენერგიის გათიშვის ამ საქმეს, მოკვლევის პროცესს და აღნიშნა, რომ ერთი ხაზის გათიშვა არ უნდა იწვევდეს მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის შეწყვეტას.